ვისაუბროთ ეგერზე. Სტარია შეხედულება იმის შესახებ, რომ ეგერი ცივზე ათბობს მანქანას. იმის ხარჯზე რომ გამონაბოლქვი ჰაერი შედის და ერევა ახალ ჰაერს. ეს ასე არ არის მეგობრებო, კი თანამედროვე ძრავებზე დაყენებულია ესეთი დამატებითი ავზი. ძველ ძრავებზე ეგერის მილი გამოიყურება უბრალოდ აი ესეთი პატარა მილია და ეს არა აქვს. უბრალოდ ქვემოდან ამოდის კოლექტორში, ხოლო თანამედროვე ძრავებზე დამატებულია ესეთი სპეციალური ავზი, სადაც წყალი მოძრაობს აი აქ კიდევ ცხელი ჰაერი მოძრაობს. ამის ხარჯზე ეგერის კვამს, ასე ეგერიდან მართულ გამონაბოლქვ კვამს შეუძლია გაათბოს ანტიფრიზი, ანტიფრიზის შესაბამისად ძრავს უფრო მალე ათბობს და სამუშაო რეჟიმში უფრო მალე გადადის. მაგრამ თვითონ ჰაერი გამონაბოლქვის ძრავის გათბობის დროს არ გამოიყენება პირიქით. ეგერი რომ ჩაირთოს, უნდა შესრულდეს რამდენიმე პირობა. 60 გრადუსზე მაინც უნდა იყოს წყალი გამთბარი უკვე, პლუს ამას უნდა გვეჭიროს ასე ვთქვათ კრუიზ რეჟიმი, პედალი უნდა იყოს კონკრეტულ პოზიციაში, ისე რომ ძრავს არ ეტყობოდეს აგრესიული მართვის ასე ვთქვათ სიმპტომები და კრუიზ რეჟიმში 1500-დან დაახლოებით 3500-4000 ბრუნამდე, როდესაც არის ძრავი და მშვიდად მუშაობს, ამ დროს ეგერის კლაპნის გახსნის შემდეგ მიქსტურა იცვლება, შესაბამისად კომპიუტერი აკომპენსირებს ეგერის გახსნას, სხვა რუკებით მუშაობს ასე ვთქვათ, სხვა სმესია, სხვა ზაჟიგანია. შესაბამისად ეს გამონაბოლქვი ერევა სუფთა ჰაერში და წვის კამერაში იწვევს ჟანგბადის გამოდევნას, რაც დაახლოებით 500 გრადუსით 500-დან 700 გრადუსამდე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ აცივებს წვის კამერას, შესაბამისად ჟანგბადის ნაკლებობის დროს ბენზინიც ნაკლები მიეწოდება, ესეც უკვე გათვლილია კომპიუტერულად და ცდილობს რომ კრუიზ რეჟიმში ნაკლები დაწვას. ასე ვთქვათ, ტრასაზე დაწვას ნაკლები. ასევე ქალაქში შეიძლება ეს გამოდგეს იმ შემთხვევაში თუ ძრავი არ იმართება აგრესიულად. მაშინვე როგორც კი თქვენ გასწრებაზე გახვალთ ან აგრესიულად დააჭერთ პედალს და ძრავს დაჭირდება მეტი ენერგია, ეგერი აუცილებლად იკეტება, ეგრევე იკეტება. შესაბამისად ეგერს მოვლაც სჭირდება. რა ხდება მაშინ, როცა ეგერი არ მუშაობს, ეგერი თუ გახსნილი გაიჭედება, მაგ შემთხვევაში, როდესაც ის უნდა იყოს დაკეტილი, თუნდაც დილით ცივზე, გამოიწვევს არასტაბილურ მუშაობას, ასევე გამოიწვევს იქიდან გამომდინარე, რომ კომპიუტერი დაინახავს, რომ ბევრი ჰაერი შედის და ბენზინი ცოტაა, ბენზინს დაამატებს, წვის მომატებაც ექნება და გამონაბოლქვიც იქნება, იმიტომ რომ ის ბევრი ბენზინი არასწორად იწვის და შავი ბოლი აუცილებლად მოყვება ამ ყველაფერს. ესეც გააჩნია რა დონეზეა გაღებული და რამდენად იპარავს ჰაერს. პლუს ამას თქვენ როდესაც ეგერი არ მუშაობს, აუცილებლად ძრავი რაღაც ინფორმაციას გაწვდით, ჩეკი აუცილებლად იქნება ანთებული. მინიმუმ იმისი რომ ეგერი არ მუშაობს, ან გაჭედილია, თუ ჰაერს მოიპარავს შესაბამისად უკვე ის სენსორები, რომლებიც შენაზავის სისტორეზე არიან პასუხისმგებლები, მაგ შორის კატალიზატორის სენსორი აუცილებლად მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ რაღაცა არასწორად მუშაობს ძრავში. შესაბამისად ეგერის სუფთად ყოფნა ეს ნიშნავს, რომ ძრავი მუშაობს სტაბილურად, ტრასაზე დაწვავს ცოტას და არა მარტო ტრასაზე და უბრალოდ ისე იმუშავებს, როგორც ქარხანა დამამზადებელმა დაადგინა. ესეც იწმინდება თავისი ხსნარით, ბევრი არაფერი უნდა. უბრალოდ ზოგ ავტომობილს ეს თვითონ ეგერი ცუდ ადგილას უყენია და არ არის მარტივი მოსახსნელი, მაგრამ უმეტესწილად ყველა ძრავზე ცდილობენ რომ ეგერი ისე იდგეს, რომ მარტივად მოიხსნას და მარტივად გაირეცხოს როგორც დროსელი.